თავი 26-ზე. განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს. აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება 20 წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით. ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში. ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელიაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან იერიხონის მახლობლად. 20 წლიდან მოყოლებული, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ. რეუბენი ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი, ხანოქი, ხანოქელთა საგვარეულო, ფალოსგან ფალოელთა საგვარეულო, ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო. ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო 43720. ფალოს ძენი ელიაბი, ელიაბის ძენი ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და არონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს. გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი. როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმაშთან დგა 250 კაცი, მაგალითად იყვნენ ისინი. კორახის ძენი კი არ დახოცილან, სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით. ნემუელისგან ნემუელთა საგვარეულო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქინისგან იაქინელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო. ესენია სიმონიანთა საგვარეულოები, 22200. გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო, ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო, ყერისგან ყერელთა საგვარეულო, აროდისგან აროდელთა საგვარეულო. ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო 40500. იუდიანები, ყერი და ონანი, დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში. მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ. შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო. ფერეციანები იყვნენ. ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამუელთა საგვარეულო. ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით 76500. ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო, იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო. ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით 64300. ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები. ესენია ზებულონიელთა საგვარეულოები რიცხვით 60500. იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მენაშე და ეფრემი. მენაშიანები, მაქირისგან მაქირიელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გალაადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო. ესენია გალაადიანები. იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო. ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო. შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა საგვარეულო. ცელაფხად ხეფერისძეს არ ყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა. ესენია მენაშეს საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო 42700. ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები. ესენი არიან შუთელახიანები. ყერანისგან ყერანელთა საგვარეულო. ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით 32500. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით. ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო, შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო.
ბელაყიანები იყვნენ არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო. ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო 45,600. ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო. ესენია დანის საგვარეულოები მათი საგვარეულოთა მიხედვით. შუხამელთა მთელი საგვარეულო რიცხვით 64,000. აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. იმნასგან იმნაელთა საგვარეულო. იშვასგან იშვაელთა საგვარეულო. ბერიყასგან ბერიყელთა საგვარეულო. ბერიყიანთაგან ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო. მალქიელისგან მალქიელთა საგვარეულო. აშერის ასულის სახელი იყო სარახი. ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით 53,400. ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. იახციელისგან იახციელების საგვარეულო. გუნისგან გუნიელთა საგვარეულო. იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო. შილემისგან შილემელთა საგვარეულო. ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო 45,400. ეს არის რიცხვი ისრაელიანთა 600,720. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით. მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირე რიცხოვანს მცირე. თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო. ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა. მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო. წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები. მრავალრიცხოვანთ და მცირე რიცხოვანთ. აი ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით. გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო. კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო. მერარისგან მერარიელთა საგვარეულო. ესენია ლევის საგვარეულოები. ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი. ყამრამის სული იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი მათი და. შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ. 23,000 იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული. რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელიაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანის პირას იერიხონის მახლობლად. მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს, უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალები ეფუნისძისა და იესო ნავესძისა.